სარევიზიო კომისია აქამდე იყო ქალაქ თბილისის მერის პირდაპირი დაქვემდებარების ქვეშ. რეალურად რევიზია მერიის სტრუქტურების არ ხდებოდა. საკრებულოსგან პირდაპირი მოვალეობა რაც არის ზედამხედველობა და რევიზია გაუწევს მათ გაწეულ სამუშაოებს ეს არ ხორციელდებოდა და ხა ვერ შეუთანხმდება საკრებულო კონკრეტულ გამგებას შეიძლება ბატონო ჩემო შეგამოწმო თუ არა კონკრეტული ბიზნესი გადახდა იქ კიდევ უფრო ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა უნდა მიმდინარეობდეს გამგეობაში რამდენად სწორად მიმდინარეობს ამას ვამოწმებთ ყველა გამგეობაში შემოწმება იქნება და ყველა გამგეობა შემოწმება განსაკუთრებული არც კწანის იქნება და არც ვაკე ხათუნა ბერძენიშვილს დიდი ფანტაზიის უნარი აქვს ზოგადად და მრავალფეროვანი ახსნის ფორმებს პოულობს შის შემთხვევაში მაგრამ სიმართლე როგორც ესე არის ერთი ჯობია ხათუნა ბერძენიშვილი დაწყმარდეს დამშვიდდეს მიხედოს თავის საქმეს საკრებულო მიხედოს თავის საქმეს ჩვენ მიმართეთ წინადადებით მერიამ ჩვენთან ერთად გაიარა კონსულტაცია და მიიღო დასკვნად რომ შემოეტანა შემცირებული ბიუჯეტი მაგრამ 38 კაცი აძლევს ამას ხმას 14 ნაცმოძრაობის წევრი ხაზს უსვა ამას 38 კაცი ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ რომ აბსოლუტურად პოლიტიკურად პარტიულად ფინანსდებოდნენ ეს ადამიანები და მე ვფიქრობ რომ უფრო ამან გააღიზიანა თბილისის მერია რამე თუ პარტიული აქტივი ყავთ უფრო დასაქმებული თავმჯდომარეებად მაგრამ ეს შეჩერებულია ჩვენ ახალ წესს მივიღებთ და აბსოლუტურად ყველა ამხანაგობის თავმჯდომარე იქნება თანასწორი და არ მოხდება მათი წახალისება პარტიული ნიშნით. რაც შეეხება დავაკონკრეტებ ამ 8 მილიონ ლარს, 10 მილიონ ლარს, ეს არის თავიდან ბოლომდე ის თანხა, რომელიც თანხითაც ფორს-მაჟორ სიტუაციაში უნდა გაკეთდეს პროექტები, ხარჯსაღრიცხვები და აბსოლუტურად იმ 10,000-ობით ადამიანის პრობლემა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომლებიც ცხოვრობენ წვავი-ავარიულ სახლებში. თანადაფინანსების პროექტები, მაგალითად ლიფტების პროექტი, იგივე რაღაც სხვა ყველაფერი გრძელდება? აბსოლუტურად. რა პროექტებიც ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ვფიქრობთ რომ ძალიან კარგად, აბსოლუტურად ყველა პროექტი მიმდინარეა. გაერკვიოს, კარგად წაიკითხოს ბატონმა მელიამ წესი ბინას მუსიკურ ამხანაგობის შესახებ და ამ ბოლო პერიოდში პოლიტიკური განცხადებებისგან უფრო გვანახებს იგი თავს ტელევიზიიდან ვიდრე სამეურნეო კუთხით და ჯობია მიხედოს იმას რაც მასია დაკისრებული მოვალეობა მიხედოს რაიონს როგორც გამგებელმა და თავი დაანებოს პოლიტიკურ განცხადებებს